სიყვარულით სამუდამო თორბულს თუ შეაერთე ცხოვრებაში პრობლემების დავიწყებით გაერთეთ არ გამოვჩეთ ლიგანიკა დაივიწყეთ პოლიტიკა Cara, ცუდი სიზმარი ვნახე, რო იცოდი რა. ვითომ გავივუძი და ჩემ გვერდით არ იყავი. მეტარას უნდა ნიშნავდი. ვაიმე. სიზმარი ამიღდა ლიკა. გემუდარები რა სადაყარ მითხარი რა ლიკა რა აი გეპიწები მოდი დაბრუნდი რა ლიკა ძალიან გთხოვდა აღარ წავალ ტოტალიზატორში აღარ მოგატყვებ არაფერს ლიკა აღარ დავლე ამას გატყვებ ლიკა შენი კამბრიჯი აიდე დავატირი მეშე. სამსახურში ხო არ წავიდა. სამსახურში თუ წასულიყო გამაღვიძებდა აუცილებლად და დამაყვედრიდა რომ ის მუშაობს და მე არა. შენი. ნუ გზა. ბიჭო, ჩემი ცოლი ხო არ არის შენთან? ჩემი ცხრები კი არა ის ბიჭო, ჩემი ცოლი. ჩემი ცოლი, შენი ცოლი კი არა, ჩემი ცოლი. სადადიოდნენ? ხეზე რა უნდათ, ბიჭო? მოიცარა თუ ჩემი ძმა ხარეთი. მომისმენ შენ, ეხლა ცოტა დაველოდო, თუ არ მოვიდე, გამოდი ჩემთან დავლიოთ. ეხლა არა, ნუ გზარ კაცო, მერე დავლიოთ. ბიჭო, რა მოგივიდა, მერე მეთქი და მასწავლე, როგორ მოვიყვა თუ ახალი ცოლი. კაი რა, კაი, მერე დაგირეკავ. მართლაც წავიდა ეს გოგო. ალო. ვაი მე თეიკო რა დღეში ვარ ვერა. ჩემი ცოლი ხომ არ გინახავს თეიკო? ვაი მე არ ჩემი მომავალი შვილების დედა. ვაიმე, არ ჩემი პატარა სახლისდია სახლისი. ხო ხედავ როგორი მნიშვნელოვანია თქვენი დაქალი ჩემთვის. გოგო მართლა არ გინახავს ნუ გამაგიჟე. კაი, მე დაგირეკავით. მართლაც წავიდა. ავიდა და წავიდა. ლევანჩიკ, მომისმინე ჩემო ძამიკო. აი რამიდა რო კითხო იცი? აი შეროდილით იღვიწებ ხოლმე. ხო და აი გვერდით რო არავინ არ გიწევს. ხო, აი რაც გძნობ მაშინ. ბიჭო, არა ვარ თრალი კაცო. არც ნასვამი ვარ, უბრალოდ ხო? ხო. ხო, ესე კი დავიკიდო. ბიჭო, ლიკა რო წავიდა. ტყეში. ები ამისთან. კაი დაიძინე კაცო გამანები ერთი თავი. ბიჭო, მე შენს მეტი შენ არავინ მყварებია შტერივით რომ მიხურებენ ეგ ხომ შენი თვალებია სად ბრძანდებოდი შენ მე კი რა შენსად იყავი აი მეტად ეთერი ბებოს სადღეგრძელოები ცოდნია? მე არ ვიცი. რა დალიე, შენ დალიე ცეცხლი და ნავთი შენ. ერთი ბოთლი ჭაჭა გავჭყლიტეთ მე და ეთერი ბებომ. ეთერი როგორ დალია მაგდენი კაცო? არ ვიცი.
თუ გაიღვიძა, როდესმე კითხავ აუცილებლად. რაიმე ლიკა, როგორ არ ცხვენია ესეთი მთვრალი რო ხარ გამაგები. არა. სიმთვრალე რო სირცხვილი იყოს ჩემო ნიკოლოს. ყველაზე უკომპლექსო ქმარი მეყოლება მსოფლიოში. გამიშკაცო ერთხელი. რაიმე, გამაგიჟებ მე შენ რა. რა აღნიშნეთ ის მაინც მომითხრე თუ შეიძლება. მოგითხრობ. გუშინდელი ღრმე. წესირად გამეცი პასუხი გოგო. სხვადასხვა ესეთი მკაცრი იყავი? გუშინაც. ნორმალურად მეთქი გეკითხები, ხა გამეცი პასუხი საერთოდ არ გამაგიჟო. ვაიმე რას მისამ ნიკოლოს? წავალ სახლი. ვინ გასწავლა ეგეთი ლაპარაკი ნიკოლოს? ნეტა საიდან უნდა მესწავლა? აბა ერთი ეგ მითხარი. საიდან? მე კარგი რაღაცეები ისწავლე შენს. შენ შემოგივლოს ჩემი თავი, დამშვიდი, დაწყვეტ და უბრალოდ მითხარი რატო დადი? ნიკოლოს. ბილეთმა გამისხა და იდარძე. ეგ ვიღამ გასწავლა, ეგ მაინც მითხარი. თეიკო. ოხ, თქვენი თეიკო თქვენი. მე წავედი რა. მოვიდე ჩემო სიცოცხლე. ჩემო სიხარულო. აღარ შემოხვიდი აქანა. ვაიმე, ადექი რა. ადექი ძალიან გთხოვ რა, შე ლოთო, შე გამოუსწორებულო ლოთო, ადექი. ლიკამ შია რა გჭირს რა. მამა შენი არის ფულიანი მაიმუნი. მამა შენი არის პიტალ? ძალიან კარგი. მაგრამ მე რა გავაკეთო? კი ბატონო. მე თავად მივხედავ ჩემ თავს. საოჯახო სამზარეულო. კი ბატონო. სალათი შუბა. ვაიმე შენი შუბა დაიხა ჩემი ამ დღეში ჩაგდებისთვის. კი ბატონო. ავიღოთ კარტოფილი. ავიღოთ კარტოფილი. აგერ ბატონო. კარტოფილი. ავიღოთ კარტოფილი. ებიჯო, ავიღე კარტოფილი. ასევე ავიღოთ მწვანილი. კამა, უცხო სუნელი და მწვანე ხახვი. დამთავრდა ჩემი კულინარიული მიღწევები. ჩემი მშიერი. არ არის პრობლემა. ახლავე მოვაგვარებ ყველაფერს. ალო. ალიონა. ჩემო საყვარელო, როგორ ახარ? ვაი, შესაცოდაო. არ გეძინა ლოთო, ხო? ხო არ გეძინა ლოთო, კარგია, ხო? კარგი რა. არა, როგორ მოგწონს ესე იგი, რო გეძინება და არ გაცდიან, ეს ამიხსენიეთ თუ შეიძლება. წადი შენ. ბატონო, ვერ გავიგე, რა ბრძანეთ ხალბატონო? კარგი ყოფილა? გეხვეწები ადექი რა, მოუკვდი, მაგრად მშია რა. ალიონამ გაგიკეთო საჭმელი. აი მე დედა. კი ბატონო, ალიონა გააკეთებს საჭმელს და შენ რა უნდა ქნა ამ დროს? მე? ხო. გვერდზე ოთახში გავალ, ხელი რო არ შეგიშალო ნიკა. შენ მართლა ჭაჭადალი, ეგოგო? ნამდვილი ჭაჭა, ნიკა, ევროპული, თავისუფალი და დემოკრატიული. აი მე დედა. ადექი თორე გავიდა თბილისის სენაკის ავტობუსი, ადექი რა მოგივიდა? ადექი. ნიკოლოს? ცოლი მოიყვანე? არა, გავთხოვდი. აუ, თავი მისკდება. ბოდიში ხაშის რეცეპტი არ მქონდა და. აუ, თეიკო უნდა ვნახო დღეს კაფეში. უნდა წავიდე. შენ რა გინდა? მითხრა რომ დღესაც ნასვამი უნდა მოხვიდე? არა, ნიკა, თეიკო უნდა ვნახო. მიხსენე რა, ავტორიტეტი რა.
აი მე ნიკა, თეიკო არ სვავს, ხო იცია რა, თან ვისთან ერთად უნდა დავლიო, ბებია ჩემთან ერთად ხო არ დავლევ. ეთერი? ბები არ იყო, ჭაჭას რო უყავდი? ბიჭო, ამ ხნის ქალმა მთხოვა დაგველია და ვერ გაუტეხე ხა ნიკა. ბებია შენი ამდენი წლისა? 80-ის. მართალი ხარ, რაც მე არ მიყვარს ახლა ბავშვებში ქეიფი რა არის. ნიკა, გიღვიტი ვიჯი ბუჟუჟე. წავიდეთ, რათან მისი შეყვარებული მოვა და გავიცნობთ. როგორ მაინტერესებს ხო იცი ახლა რა. ნიკა. რა უნდა აკეთო ახლა სახში მთელი დღე ხო არ იჯდები ესე მარტო. გავეთობი ჯანიკ, ხო? აუ ნიკა, წამოდი რა, მართლა რა უნდა აკეთო სახში მარტო. შენ წადი კაცო და მე წასასვლელს ნახავ. რა თქმა უნდა, ტოტალიზატორი, ხო? სხვა ვარიანტებიც არსებობს. ხმა აღარ გამცერა. აუ რა გინდა ლიკა რა? ესე იგი, ფეხბურთი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ჩემი დაკალი, ნიკა. არა, ჩემო სიცოცხლე არ ხვენია, კაცო. ეხა შენ როგორ წარმოგიდგენია მესის და რონალდუს პაეკრობა უფრო საინტერესოა ჩემთვის თუ ვიღაც თეიკოს ბოიფრენდის ის ბიოგრაფია რა. ესე იგი არ მოდიხარ. მომისმინე რას გეტყვი ახლა შენ იცი? რას? აი დაუშვათ ახლა ამ წუთას რომ ცა გაიხსნას ორად რა და ჩამოვარდეს მეტეორი მაიას ტომის წინასწარმეტყველება რო ახდეს თეიკოდ მე შენ რო დავრჩეთ შანსი არ არის გამოყვე მე მაგას თუ რა. ნამისო ხარ შენ რა. აუ რამე ხوار დავლიოთ. ალკოჰოლი? აუ კი რა გეხოცები კონიაკი. გოგო დილიდან სვამ ეთერისთან ერთად და უკვე პახმელია მაგ. ნანა, აუ ორი კონიაკი რა. შენ რა იყო ვერ გავიგე გალოცდი თუ შენ ქმართა საერთო ენის გამონახვას სტილო. დაახლოებით. გოგო ესე იგი რაღაც ძალიან მაგარი საიტი ვნახე, $25 იყო ჩანთა. მერე? და მეთქი აი ეგრევე გამოვიწერ თქო. ხო და ჩამოვიდა ფეხსაცმელი. ნანა გამარჯობა. ამას ცოტა ყურში დააკლდა და არ შეიმჩნიო. აი. ნანა, ლიკა ვერიცანი? ой, როგორ ხარ ლიკა? კარგად, ნანა, შენ როგორ ხარ? რა ვიცი რამ გამომაშტა. ესე იგი დაიკიდე რა გეხვეწები რა. ლუკაჩო მომწერა იმ დღეს. აუ მე ხო და წავიდეთ კინოში გამოგივლიო. ნუ ახლა თავიდან ნუ არა ვუთხარი. მაგრამ მე მაინც დამკერა რა. ხო და წავიდეთ მერე კლუბში. ცოტა დავლიეთ, ვიცეკვეთ და მერე შემომთავაზა, ნუ ჩემთან ავიდეთ სახლში. მერე? ხო და ლუკაჩოა მოვალ მალეო. ხო და რას ყვებოდი? გრას და დაგირეკა კინოში დაგპატიშა, მე კლუბში იყავით, იცეკვეთ, დალიეთ და მე სახლში დაუპატიჟეთ. ნანა, შენ გამოგისტორდა სმენა? ძალიან კარგი სმენა მაქვს მე. მოეთრიოს ჯერ აქ და ვანახებ მაგას. მე მგონი დამერხა. არა, ნანა, ის სხვა ბიჭი იყო. ლუკაჩო ეგეთი არ არის. უი, სხვადასხვა ბიჭებს ხვდები თეიკო? არა, ნანა, არა. ყველაფერი იქნება კარგად. ჭკვიანად, ჭკვიანად. აი, სუფთა ბებია ჩემი თებროლე რა. ეგ მოდი რას გაუმარჯოს? რას გაუმარჯოს და ჩვენს წინაპრებს. ესე იგი, თებროლე ბებიას და ნანას. აუ ისე აი რა იქნებოდა რომ ბებია ჩემთვის არ დაერქმიათ თებროლე და მე მით უმეტეს ჩემთვის არ დაერქმიათ კიდე რა. აი გეხოცები რა ასეთი მშვენიერი სახელია თებროლე. თან თეიკო მაგრად მომწოს მართლა. კაი რა, კაი სახელი იქნებოდა ნაცკა, ან ტასო. აი სახელების მეტი რა არის, გეხვეწები? აი ეს რა ქვია, პასპორტს და იმას პირადობას მალავ ყველგან. რო სახელი არ გამოჩნდეს ჩემი რა. ხო არ დავლიოთ კიდე. ხო არ გაგიჟდი, კიდე მთვრალი რომ მივიდე სახში ნიკა გამომაგდეს. კაი. აჰა, რეკავს ვაჟბატონი. ხო ნიკა. სად ვარ? სარფში ვარ ნიკა, ქვეყანას ტოვებ, ხო. სად უნდა ვიყო ნიკა? კაფეში ვარ. ხო, მოვალ მალე. კაი ნიკა, კაი ნიკა, კაი. ვაიმე, ეთყობა აი დალევის პონტი გაემასა და გისგავს. ნუ ხო, რა თქმა უნდა. ვაიმე, კიდე რეკავს. ალო. დიახ. უი, სხვაგან მოხდით. კარგი ხმა მაქვს. ნიკა, სახში მოვალ და განახებ როგორი ხმაც მაქვს. აღარ დამირეკო რა, ცოტა ხანი ნიკა. გიჟღათ კრასავიცება? ნანო! შენი ცხოვრება, შენი ყვავილი რა. სად ხარ, ამდენი ხანი? გადავჭორეთ ნახევარი თბილისი. გადაო, ეგ რომ ცოდნა და გუშინ აქ დავრჩებოდი. იკა როგორ ხარ გოგო?
ახმელიაზე ვარ. ვაიმე. ნიკა. ვაიმე თუ არ გავთიშე ტელეფონი არ მომასვენებს. ვაიმე, აი თვითონ რომ გალოდინებს ხოლმე, კარგია. შეხედე ახლა მე მირეკა. გეხოცები გათიშე რა. ნანო გეხოცები გათიშე, თორემ მართლა არ მოგვასვენებს რა. ესე იგი 1 საათი თუ გავედი სახლიდან, გისგავს რა, პატარა ბავშვივით არის, გავგიდე აღარ შემიძლია რა. თქვენ გირეკავენ. ვაიმე, ეს რო ნიკა იყოს, ახლა მართლა გავგიჟდები. ალო? ნიკა, მომისმინე? მალე მოვალ. აღარ დამირეკო ცოტა ხანი, ნიკა, რა გჭირს? ბოდიში რა, ჩემი ქმარია ცოტა ვერ არის. არა, შავს. აუ, ჩავთავ რა. აუ, ჩართე ლუკა ხო, ჩაუნდა მიდი. დამირეკოს რა. გოგო, სად გაიცანი შენი ლობე? ესე იგი, სუპერმარკეტში მივდიოდი და აი ესე უცებ ვიღაცამ აი ესე მხარი გამკრა და მთელი აი ეს კალათი ძირს დამაყრევინა და ჩემ თავს გაფიცებ. ხო და მე აი თვალებში რო შემომხედა. თეიკო. ახლა მე შემომხედე თვალებში. ნუ ხო, კაი, პენსიის რიგში გავიცანი. მე ბებია ჩემის პენსია გამომქონდა იმას ბაბუამისის. ნუ მინდოდა ახლა რა ცოტა რომანტიულად ამიხსნა როგორ გავიცანი და თუ არ გინდათ ყავით ეგრე. თეიკო. აბა ჩვენ გაცნობას გაუმარჯოს. გამარჯოს. ესეც ლოთია? არა, პირიქით. აბა მე ვარ. მართლა რამდენი ხანია ერთმანეთს იცნობთ? რამდენი ხანი და როდის იყო? სადღაც 2 კვირის წინ, ხო? სუპერმარკეტში რომ იცი ამ პენსიის ამბავი ლუკაჩო. მუშაობ სადმე? კი, მცენარეთა დაცვის სააგენტოში. მართლა, ბაი, გიჟდები ბიჭი რომ მცენარეებს და ბუჩქებს იცავს? და შენ ალბათ პოლიციელი, ხო? არა, რატო? რა ვიცი, იმდენი კითხვა დამაყარე. აუ, რაღაც მაინტერესებს. უმცროსი ლეიტენანტი ლიკა შონია. ლუკა. ჩო, რა? ჩო. ლუკაჩო. ხო, ლუკაჩო. აი, ცოლი რო გაგიხდეს საბად, სახლს დაულაგებ და საჭმელს გაუკეთებ. ჰა? აბა რას ვიზო. ვაიმე, გეხვეწები. კიდევ ერთხელ გაიმეორე რა ეგ ყველაფერი. საგთხო. დაიცა, რატო? მე ინტერნეტში რო ვატვირთოთ? ვაიმე, არა, ქისტაურს გევარ ეხლა. ჩემ ქმარს მინდა მოვასმენინო. რაღაც ადამიანობა გაიღვიძოს მაშინ. მიდი. ხო, მართლა შენ მეუღლე არ მოვა? იცი რა, ჯერ კარგად გაიცანით ერთმანეთი, შეეწყვეთ და ჯობია მერე გაგაცნობთ. კი, ნამდვილად. ჯობია ესე. თეიკო. მე მგონი გაიტიპია. აუ, კი, მეც მომეწონა. ნანო, შენთვის თეიკო. ნანო, შენ რასაპირებ? სანამ შენ თვითონ არ ჩადგები პენსიის რიგში, მანამდე არაფერი უნდა იჩალიჩო? ჰა? მე გეტყვი ნანო, იცი რა ქენი? გურამიშვილის მეტროსთან დადექი გაზეთით ხელში და იქნა ვინმე განცხადების ტიპს აერიო და არა. ვაიმე, ეს გაჩუმდა. გოგო, მართლა იდექი? ნანო. იცი რა არის, მე უფრო ძერსკი ტიპები მომწონს და რუსთაველის მეტროსთან მდგები ხოლმე. კი, არ არის პრობლემა, რუსთაველის მეტროსთან ვიქნები ზუსტად 1 საათში. ვინ იყო საყვარელო? არავინ, რაღაც განცხადება ვნახე და იქ უნდა მივიდე შევხვდე. ეს მოეთ რა? ნანო, გაიცანი, ეს არის თორნიკე. ლუკა. თორნიკე დამიჯერე. სასიამოვნოა. მოეთრება ის? ნანა, ის აღარ მოვა, არა. მომეცი გამოგიცვლი. ვინ უნდა მოვიდეს? დაივიწყე. ერთ წამ მითხარით, ვინ არის თორნიკე? ვინ უნდა მოეთრეს? და ამიხსენი, რატო აღარ მქვია მე ლუკა? სამდენი შეკითხვები რა არის? პოლიციაში ხო არ მუშაობ? თეიკო. ვინ არის თორნიკე? ვაიმე, ნანოს ყოფილი ლოვეა. გოგო 1 საათი ელოდებოდა რუსთაველის მეტროსთან და ის დეგენერატი კი არ მოეთრა. ლუკა. ლუკაჩო. საიდან ხარ? მე წარმოშობით თბილისიდან და ისე მთელი ოჯახი ზესტაფონში ვცხოვრობთ. სახეები გქონდა. თბილისელი ვარ, გეხმართ.
ისე რა სახეები გქონდათ? რად მიიპარები შელოთ? აი მინდა ფეხები მიცეს ქუსლიანები მოიგონა. არ მინდოდა გამეღვიძებიე და კიდე დალიე გოგო. ვაიმე რა სისულელია? ვერ გავიგე უკაცრავად მე მითხარით რამე? არა. წყალი გადამცდა დავლია რომ შემოდიოდი. ზედა კიდე ახლოს მოიწიე? ძალიან სპირტიანი ხო არ იყო ეს თქვენი წყალი? ცოტა ხო? როდემდე უნდა გაგზელდეს მითხარი ჩემო ძირფასო, რო ვიცოდე მაინც ახლა რა. ბატონო? არა, თუ ვერ ეჩვევი. იცი არსებობს რეაბილიტაციის ცენტრები. წაგიყვავ, ჩაგიდევენ ამპულას და იქნები შენთვის მიფუჩუნდები, მოფუჩუნდები, არ არის პრობლემა რა. მან შენ წადი ნიკა თუ კაია. აი მე დედა, ეთერის თუ მაინც ამოუარე, ცოცხალია ის ხარი. ცოცხალი კი არა, ნიკა ისეთი სიმღერის ხმები გამოდიოდა მაგის სახლიდან, მე მგონი პახმელიდანაც გამოვიდა. შეიძლება მე კაი, ერთი დღე დავლიე და ნუ გადამაყოლე რა. ნიკა. არაყი გვაქვს. ვინ არის კაცო, ჩემი ლოთი? არაყი მოგინდა, რა ვიცი, არ ვსვავო კი იძახდი წიღამდა. ჯერ დღე არ დამთავრებულა ნიკოლოს რა. ამოიტანე რა. შენთვის თუ ჩემთვის ეგ მაინც მითხარი. შენთვისაც და ცოტა მეც, ამ პირიქით. აი მე დედა ეს რა ლოთი შემოვიყვანე ოჯახში უბრალოდ ვის ოჯახში შემოვიდი კაცო ჩემი თავი მეზიზღებოდა ლოთი. აი ნიკა გეხვეწები რა. მისაყოლებელიც არაფერი არ არის. მიდი ამოიტანე, არა უშავს ხო მოგცემ ამ მისაყოლებლის. ვითომ ეხლა არ უნდა. ვინ არის ძიმი პუშკუშა? კარგი რა რიკუნა გეხვეწები რა. ძიმი ბუმბულა ვინ არის ძიმი? რიკა. ბუმბულა. ვინ არის ჩემი იბრაგიმოვიჩი ვინ არის? ესე დაგეწყო გოგო თავიდან რა. ძიმი პუტკულა. ჟიგი. აი მე კარგი ეხლა და საერთოდ გთხოვ რომ ხრინო არ ამოუშვა ეხლა დამაძლიე დაღლილი ვარ. ნიკოლოზ მე? აი არ ხრინავ არასდროს. კი რო ეგ სანამ ბომჟი გახდებოდი. ვარადი არ ხრინავდი. მაგრა დასწორებს დალევა. კაი დედას გაფიცებ რა. ნიკოლოზ. შენი მესმის მე. მესმის. რა საკითხებში? აი რა დათვრები და ბიჟუტურები რაღაცა. მოიცა კაცო. ბიჟუტურებს. მე ბიჟუტური არ ცხენია გოგო, რა? ვინ არის ძიმი? მოდი ჯამეხუტე, ნიკო. გეხვეწები კაცშედი ხა, თორე ბოროტად ვისარგებლებ შენი ნასამობით და მე უკვე სხვანაირად წავა საქმე. ისარგებლებ და ვიკივლებ. შემოვა ნუგზარი იკივლებ თუ არა მაშინვე. მისამოყები არ ვარ. იყო დღეს? როგორ გონიაში? რა უნდა და? შენი ძოლი ამბობ დროს მაგრა გალოცდაო რაღაცა ვატყოფო რა. იცი რას გეტყვი? ყველა მისცოლს მიხედოს თქო რა. სხვათა შორის მაგისი ცოლი მაგრას ვსვავს. ოღონდ აი დაბალი ჭიქებით უყარს ხა შენ ხარივით ვერ ვსვავს. ნიკოლოს. ისარგებლებ ხა ჩემ მდგომარეობით თუ დავიწინო? შენ იცი რას გეტყვი? იბრაგიმოვიჩი რა, თავის შანს არასდროს არ მაზავს. აი ნუ რა ხან არის ხლა.